თავდაპირველად დავიწყოთ დაზარალებული ქალებით 27 და 28 წლის ახალგაზრდა ქალებიდან ერთ-ერთმა გაქცევით უშველა თავს, მან დატოვა ქვეყანა უკვე და დაბრუნდა რუსეთში, რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, ის ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. ამ თავდასხმის შემდეგ ისინი ჩვენთან პირად საუბრებში საუბრობენ, რომ ელოდებიან გამოძიების შედეგებს და დაკავებას ყველა იმ პირის, რომლებიც მონაწილეობდნენ მათზე ჯგუფურ თავდასხმასა და ძარცვაში. ამ დრომდე არც ერთი მათგანი არ არის პასუხისგებაში მიცემული, როგორც თავად დაზარალებული ქალები ჩვენთან პირად საუბრებში ყვებიან, მიმოწერებში ამბობენ, რომ დაკავებულია მხოლოდ ერთი ნეიტრალური პირი, რომელიც მართავდა ავტომობილს, მანი თანამშრომლა გამოძიებასთან და სრული ჩვენება მისცა ამ თავდასხმასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პირი ამ დაზარალებულების ინფორმაციით არ არის უშუალოდ მონაწილე მათზე ფიზიკურ ანგარიშწორებაში. რაც შეეხება უშუალოდ ფაქტი მოხდა დაახლოებით 3 კვირის წინ მთაწმინდაზე, როდესაც ორი ახალგაზრდა ქალი გადაადგილდებოდა ტურისტული მარშრუტით ბილიკზე, სარბენ ბილიკზე. მათ თავს დაესხა ორი ადამიანი, მამაკაცები, რომლებიც მათ 15 წუთის განმავლობაში უსწორდებოდნენ ფიზიკურად. მოგვიანებით ქალები გაძარცვეს და გაქცევით უშვალეს თავს ახალგაზრდა მამაკაცებმა. ქალებს აქვთ ეჭვი, რომ დაზარალებულებს, რომ მათზე თავდასხმა მოხდა ნარკოტიკული ნივთიერების გამო, მამაკაცებს ეგონათ, რომ ქალბატონები ეძებდნენ სამალავში დამალულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს, რომელიც მათთვის იყო, მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი და სწორედ ამიტომ მოხდა მათზე თავდასხმა, თუმცა მოგვიანებით ისინი გაძარცვეს კიდევაც. დაუყოვნებლივ გამოცხადნენ პოლიციის გაყოფილებაში დაზარალებული 28 და 27 წლის ქალბატონები და დაზიანებებით, თუმცა როგორც თავად ამბობენ, მთაწმინდის ერთ-ერთ განყოფილებაში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ განყოფილებაში სამართალდამცველებმა მათ თავდაპირველ გამოძიებაზე უთხრეს უარი, ფოტოსურათებაც კი არ მომხდარა მათი და უთხრეს, რომ მოგვიანებით დასვენების დღეების გადავლის შემდგომ დაიწყებოდა გამოძიება. ქალბატონები ამბობენ, რომ მათ ჩარიეს მათი ნაცნობი მაღალჩინოსანი, პოლიციის მაღალჩინოსანი და უკვე ამის შემდეგ 5 დღის დაგვიანებით დაიწყო ამ ფაქტზე გამოძიება. პრეტენზია აქვთ, ბუნებრივია, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაგვიანებულ გამოძიებასთან დაკავშირებით. ადვოკატი, რომელიც მათი ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ საქმე გვაქვს გულგრილობასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების წარმომადგენლების, თანამშრომლების მხრიდან, რომლებმაც ფაქტზე რეაგირება არ მოახდინეს, არ ჩატარებულია დაზარალებული ქალებს ექსპერტიზა, სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც აღწერდა მათ დაზიანებებს, შესაბამისად, ახლა უკვე ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ არც დაზარალებულებს და არც ადვოკატებს და ეს არის სწორედ მთავარი მოთხოვნა, რომ პასუხისგებაში მიცეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობასა და ძარცვაში მხილებული ორი პირი. დაზარალებულების გადმოცემით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის საექსპერტო კვლევები ჩატარებული არ ყოფილა, ხოლო თავის მხრივ სასწრაფო დახმარების ბრიგადაც კი დაგვიანებით 7 და 8 საათის მერე იქნა გამოძახებული, რაც ბუნებრივია პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია შესაბამისი საექსპერტო კვლევის გარეშე შესაბამისი მტკიცებულობის მოპოვება და შექმნა. არის ერთი პირი დაკავებული, ხოლო ერთი პირი იმყოფება მიმავლაში. გამოძიება დაწყებულია ძარცვის მუხლით, კერძოდ ჯგუფურად ძარცვის მუხლით, ძალადობით. ძარცვა ძალადობით, ეს არის ფორმულირება ადამიანურ ენაზე განმარტებული. გენერალური ცოდნით და საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჩვენ ვიგებთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები განახლდა რამდენიმე დღის შემდეგ 4-5 დღის საყოვნებით მენევა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაზარალებულ ქალებს მათ უფლებადამცველს ეუბნება, რომ თაქმეზე გამოძიება დაწყებული აქვს ჯგუფური თავდასხმის, ძალადობის და ძარცვის მუხლით. იდენტიფიცირებული ყავს ორი პირი, მათ შორის ავტომობილი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ თავდამსხმელები, ასევე ამოღებულია ნივთმტკიცებები და ხეული ჩანთა, რომელიც ეკუთვნოდა ერთ-ერთ დაზარალებულს და ამოღებულია ასევე სამეთვალყურეო კამერებიც მთაწმინდის ტერიტორიიდან, თუმცა რატომ არ აძლევს პასუხისგებაში თავდამსხმელ ორ პირს, რატომ აფარებს ხელს გომელაურის უწყება, ამ კითხვაზე არც დაზარალებულებისთვის და არც ადვოკატისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი არ აქვს. მადლობა სოფო, ეს იყო სოფონიაური.